25,000 არალეგალური მიგრანტი არისო თუ არ ვწდები, აი დარახველიძე დასანქცირებული რო არის, მაგან თქვა. ესე იგი, წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ 25,000 ადამიანი თუ ვიცით რომ არალეგალურად არის, იქ რამდენი არ ვიცით რომ არალეგალურად არის. ესე იგი 100,000 ძალიან ბევრი ხალხია ლაპარაკი. უკვე ვართ იმ სიტუაციაში, რომ ეს ქვეყანა არის ნინიას ბაღი, ხო? ერთნაირად მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ფასები. მე ვფიქრობ, რომ და დღეს ეს ჩვენ ეს თქვით კიდევაც, უნდა დაწესდეს სახელმწიფო საჯარო ადგილებზე, ტყე პარკები, დასასვენებელი პარკები, მუზეუმები, უნდა იყოს ორი ფასი. ფასი უცხოელებისთვის, ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის ძალიან მიღებული და ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველგან. არ შეიძლება რომ აგერ რამდენიმე იყო თუ არ ვწდები მასში იყო მტირალაში იყო პარკში რამდენიმე გამოსვლა არის უკვე ჩვენთან სადაც მოსახლეობა გამოდის და იმ პარკში სადაც ადამიანი გაიზარდა იმ ჩანჩქერში ბანაობდა ვეღარ შედის იმიტომ რომ შესვლა ღირს 20 ლარი ეხლა რუსისთვის ეს 20 ლარი შეიძლება არაფერი არ არის ჩამოვიდა იმ სიშორიდან და კი გადაიხდის იმპულს და იქვე რომ სოფელში რომ ადამიანი ცხოვრობს ეს ბევრი ფულია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო გამგებლობაში მყოფი პარკი გამახსენდა უფლისციხეში იყო. გაბრაზდნენ ჩასული მშობლები რომ იმიტომ რომ უფლისციხეში შესასვლელში ფული უნდა გადაიხადონ და წარმოიდგინეთ ახლა თან მგზავრობა თან უნდა ჭამონ და თან ამის გადასახადი. მოკლედ ჩვენთან უნდა იყოს ორმაგის სისტემა რა. კი ბატონო იმისთვის, იმ უცხოელისთვის ახლა უკაცრავად 20 ლარი, რამდენიმე ევროა და არაფერი არ არის თუ რამდენიმე დოლარი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.